გაზაფხულის სეზონი, მწვანე სამუშაოები ბაღში. რა უნდა გავითვალისწინოთ საინტერესო რჩევებით შემოგვიერთდა ჩვენ გადაცემის სტუმარი, პოეტი, ლანდშაფტის დიზაინერი ქალბატონი ცირა ოქროპირიძე. დილამშვიდობის ქალბატონი. მადლობთ მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენს. ტრადიციულად მოკლედ ყოველ გაზაფხულს მე რა თქმა უნდა თქვენ ვარ სტუმრად ეხლა ვფიქრობდი რომ ნეტა როდის დამირეკავს ქეთი და აი არეკა კიდე კი და რა თქმა უნდა თქვენგან მოვისმენთ რჩევებს თუ როგორ უნდა მოვაროთ ჩვენს ბაღს არაჩვეულებრივ ყვავილებს რომელიც ესე გულამაზებენ სულს არა მხოლოდ გარემოს კი ნამდვილად სულს და თქვენი რჩევები როგორი არის ახლა კალენდრის მიხედვით კი ნამდვილად გაზაფხული დადგა თუმცა გარეთ ჯერ კიდევ სიცივე შეინიშნება თოვლიც გვეწვია კი როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს მცენარეებს ხეხილს რა არის ის პირველი სამუშაოები რომელიც გაზაფხულის დადგომასთან დადგომას უკავშირდება და მცენარეების მოვლას კი ბატონო ანუ გაზაფხული ეს არის დარგვის და თესვის დრო როდესაც უკვე ბუნება იღვიძებს და თავისთავად ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ბაღებს, ბაღჩებს და დავიწყოთ მიწის გაფხვიერება და ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე გასხვლასთან მიმართებაში აქვთ ხოლმე ჩემი გამოცდილებიდან კითხვები ადამიანებს და ყველაზე მეტი კითხვა არის ვარდის გასხლა. ყოველ წელს, ყოველ მომენტში რომ ჩაწერო თქვა აუხსნა, ნუ მაინც ვარდის გასხლა ეს არის რაღაცნაირად ამოუწურავი თემა. მოდი ვარდის გასხლით დავიწყოთ, რა თქმა უნდა, გასხლა ეს არის. არ ვიცი, ხო, რა ვიცი, მე რომ მიყვარს ვიცი, მაგრამ ყველას რატომ უყვარს, არ ვიცი. ხო, ესე იგი პირველ რიგში საერთოდ არა მარტო ვარდის გასხლით უნდა დაიწყოს ბაღში სამუშაოები და ეს გასხლა აქამდე სასურველი იყო რომ გაგვეკეთებინა, მაგრამ ნუ თებერვლის დასაწყისში და თუ ესე იგი გასხლას ჩვენ სანამ გამოიტანს კვირტს მცენარე მანამდე მოვასწრებთ მანამდე ჩავატარებთ ამ დროს ჩვენ უკვე შეგვიძლია ზეთოვანი პრეპარატით შეწავლა მაგრამ ამ დრომ უკვე ჩაიარა თებერვლის ბოლოა მაგრამ არაუშავს გული არ დაიწყვიტონ ამაზე და მოდი ესე იგი დავაკონკრეტოთ ახლა გასხლის ზეპირად რამდენადაც შემთვის შესაძლებელი იქნება რომ გადავცემ აყურებელს ანუ ვარდის ბუჩქი ჩვენ გვაქვს ფლორიბუნდებიც, გვაქვს ასევე ჩაისიბრიდები, გვაქვს მინიატურული ვარდები, ეს ყველა არის ბუჩქოვანი ვარდები. ბუჩქოვანი ვარდების გასხლა ხდება საკმაოდ მკაცრად გაზაფხულზე, ანუ დაახლოებით 10-15 სანტიმეტრზე უნდა დარჩეს მიწიდან ღერო. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ გადაბერებული ტოტები მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ვარდიდან შეძლების დაგვარად, თუ არის იქ ახალგაზრდა ნაზარდი ტოტი და დარჩეს ახალგაზრდა 3-4 ტოტზე. 15-10 სანტიმეტრზე რა თქმა უნდა კვირტთან გადაიჭრება. თუმცა ის სიფრთხილეა ხომ ამ პროცესში საჭირო. მე არ დავაზიანებ. ამ დროს ვერაფერს ვერ დააზიანებ, როგორც არ უნდა, აი ყველაზე ცუდ ვარიანტშიც რო გასხლა, ის მაინც გაიფურჩქნება მცენარე, იმიტომ რომ კაცრი გასხლა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ღეროებზე თვითონ კვირტები უნდა დავტოვოთ გარე მიმართულების კვირტები, რომ მე ერთმანეთში არ შეეზარდოს ტოტს რო გამოიტანს მცენარე, გარე მიმართულების კვირტები, მოკლედ შიგ თავსი შუა ნაწილი კარგად გამოუთავისუფლოთ და რაც შეიძლება გარე მიმართულების ტოტები და კვირტები 3 ან 4 ტოტი 10-15 სანტიმეტრზე. არ ვიცი რამდენად გასაგებია მაყურებლისთვის და ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ხვიარა ვარდებზე. არანაკლებად მნიშვნელოვანია ხვიარა ვარდების გასხლა, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში წლების შემდგომ თუ ხვიარა ვარდებს ჩვენ არ ამოვიღეთ ხვიარა ვარდებიდან კიდევ გადაბერებული უკვე გარქოვანებული ძალიან აი მსხვილი ღეროები რომელიც შემდგომ უკვე გადაბერებისკენ მიდის ანუ ძალიან სასურველია რომ ეს გავაკეთოთ და მივხედოთ აი ამ მომენტს რომ ეს გადაბერებული მსხვილი ტოტები ამოვიღოთ და ახალგაზრდა ყლორტებზე დავტოვოთ რა თქმა უნდა გამოხშირვა უნდა მოხდეს ხვიარა ვარდები ზოგჯერ არის გადაიბრდება ხოლმე ასევე თავზე შეგვიძლია შევკვეცოთ რა შევამციროთ ზოგი ძალიან დიდ ნაზარს იკეთებს და შეგვიძლია გადავსხლათ მოკლედ და
აი ესე ვარდების გარდა ხეხილიც ვარდების გარდა რა თქმა უნდა ხეხილის გასხლისთვისაც არაჩვეულებრივი დრო არის, ასევე უნდა გაისხლას რა თქმა უნდა ნებისმიერი ხეხილოვანი კულტურა, იმიტომ რომ ეს უკვე ანუ ეს არის უკვე მებაღეების კომპეტენცია, მათ იციან კარგად როგორ გადასხლან, რომ ესე იგი ნაყოფი მივიღოთ შემდგომ მცენარე მოგვცეს კარგი ნაყოფიერება, ესე ვთქვათ რა და ეხლა ამის ახსნა ესე ზეპირად ცოტა რთული იქნება. გასხლაზე ვისაუბროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ნიადაგის დამუშავება, გაფუერება აუცილებელია, თუმცა გარკვეული საკვების შეტანაც მნიშვნელოვანია. როგორც კი ჩვენ გასხლას ჩავატარებთ ახლა, რა თქმა უნდა, მეც დამოგვიანდა მე დავიწყე გასხლა და ზეთოვანი პრეპარატი ვერც ჩემს ბაღში ვერ შევასხურე. ესე იგი, ჩავატარებთ გასხლას, მე ხდება ფოთლებისგან, აი ამ ძველი ნარჩენებისგან დასუფთავება ნიადაგის, შემდგომ უნდა გავაკეთოთ, დავბაროთ ესე ვთქვათ რა, დავამუშაოთ მიწა და აი ამ დაბარვასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ფოსფორი, აზოტი, კალიუმი შევიტანოთ და გავამდიდროთ და ჩაიბარება მოითოხნება მე შიგ მიწასთან ერთად. და ესე გავამდიდროთ, ესე ვთქვათ, ნიადაგი. ნუ რა შეიძლება კიდე ახლა? კიდევ შეიძლება მივცეთ რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გაზაფხულია და გამოიღვიძა ბუნებამ თავისთავად გარკვეული მწერებიც უკვე თავს იჩენენ, რამაც შეიძლება გარკვეული ზიანი მოუტანოს ხეხილს, ვარდებს და ასე შემდეგ და შეწამლად საჭიროა. ხო, ეხლა შეგვიძლია რომ ესე იგი ბორდო 3%-იანი ხსნარი, რომელიმე ინსექტიციდთან ერთად შევასხუროთ. აი ეხლა როდესაც ჩვენ უკვე გავსხლავთ, ვისაც დაგვაგვიანდა ესე ვთქვათ. აი ესე ბორდო 3%-იანი ხსნარით და მე ეტაპობრივად მივყვებით და თუ არის მცირე ყვავილები, რომელიც ნაადრევად გამოდის, ну ამინდი ვახსენეთ და უძლებს თუ არა შემდეგ მოულოდნელ თოვლს, ცივ სუსხს ამ კი, როგორ არა, ეს ერიკა მაგალითად დაბალი ტანის მცენარეა, ბერგენია, რომელიც ნაადრევად თოვლშივე იწყებენ ყვავილობას და მერე აგრძელებენ ნელ-ნელა, თან ყვავილობენ, თან იზრდებიან აი ბერგენიას შემთხვევაში და არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს თოვლი მათთვის. დიახ, იგივე ამითთან დაკავშირებით ზოგადად მცენარეების მოვლაზე რომ ვისაუბროთ, სახლის პირობებში ჯერ კიდევ გვაქვს გათბობა, აი გათბობა რამდენადაც სახლის პირობებში სითბოში როგორ უნდა შევინარჩუნოთ მცენარეებს. სახლის მცენარეებზე, ხო? ნუ ესე იგი გათბობა რა თქმა უნდა ტენიანობას ართმევს მცენარეს და სასურველია შიგადაშიგ წყალიც დაიდგას ხოლმე ამ ფანჯრის რაფებზე, რომ მოხდეს ამაორთქლება წყლის და ფოთლებმა მიიღონ ტენიანობა ახლოს. და ამ შემთხვევაში ძალიან სხვათა შორის ამ შემთხვევაში ოთახის მცენარეებს რაც ეხება ძალიან გასათვალისწინებელია ზამთრის პერიოდში და აი ამ პერიოდში უხვად არ უნდა მოირწყოს მცენარეები, იმიტომ რომ შეიძლება პობა გამოიწვიოს. ზედმეტი წყალიც ხო არ არის სასურველი, აქაც უნდა ზომიერების გრძნობა და ესეც უნდა ვაკონტროლოთ. დავბრუნდეთ ისევ ბაღში, გარე სივრცეში და მნიშვნელოვანი არის ასევე ის პროცესი, როდესაც შეიძლება გადარგვა უნდოდეს, ვთქვათ, მოსახლეს, რომ კონკრეტული მცენარე ამ უშლის იმ კონკრეტულ სივრცეს ხელს და ისიც რომ გაითვალისწინონ, ანუ ამ დროს ხდება თუ არა გადარგვა და ის რჩევები რაც შეიძლება მივცეთ ჩვენს მაყურებელს. აი საინტერესო იყო სოფო ნამდვილად თქვენი ეს აქცენტი დიახ ამაზე გაკეთებული. ახლა არაჩვეულებრივი როგორც თესვისთვის არის არაჩვეულებრივი დრო, ისე რგვისთვის ამით დავიწყეთ და ძალიან კარგია რაც აი ახლა დავრგავთ მცენარეებს, თუნდაც გადარგვაც არის არაჩვეულებრივი, ანუ შიშველი ფესვითაც შეგვიძლია გარკვეული პერიოდი გქონდეს მცენარე და არ არის პრობლემა და რა თქმა უნდა რაც დროულად ჩავრგავთ ამ მცენარეებს გადავრგავთ აი ახლა ნაადრევად მარტი-აპრილის პერიოდში მე უკვე სიცხე არ არის სასურველი უკვე მცენარის ესე გადარგვისთვის, როდესაც დაწყება და ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია რომ ეს გადარგვის დროს რა უნდა გაითვალისწინოს ნიადაგს ჭირდება გარკვეული შემზადება, რაღაც საკვების შეტანა თუ როგორ ხდება? არაფერი განსაკუთრებული ახლა თუ მცენარეს ახლა ჩვენ მოგვაქვს ყიდულობთ და ვრგავთ ამ შემთხვევაში გადაისხლება ეს მცენარე ძალიან მსუბუქ
ვთქვათ, ფესვის დამუშავებაც მოხდება და ჩაირგვება. ჩარგვა ხდება აუცილებლად, ძალიან ხშირად ხოლმე შეცდომას უშვებენ, რომ მცენარეს რგავენ უფრო ღრმად და აუცილებლად ფესვთა სისტემა საიდანაც იწყება, ზუსტად იმ მიწაში უნდა ჩავიდეს მცენარე, აი ზუსტად ფესვთა სისტემა სადაც არის, უფრო ღრმად თუ ჩაირგო, მცენარესთვის ეს არ არის სასურველი და შეიძლება გახმეს კიდეც. და ასევე გასათვალისწინებელია ალბათ ის ფაქტიც, რომ შეიძლება ჩვენ რაღაც გარკვეული მცენარე მოგწონდეს, მაგრამ არ შეესაბამებოდეს იმ კლიმატს ჩვენს კლიმატს, რა თქმა უნდა, ესეთი მცენარეებიც არის, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ანუ მჟავე ნიადაგები გვაქვს, ამაზეც ხშირად გვისაუბრია ჩვენ დასავლეთ საქართველოში და ბერგენია რა კამელია, გარდენია, აი ესეთი მცენარეები, აზალია, რომელიც მჟავე ნიადაგის მცენარეებია და ძალიან ხშირად უნდათ რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც გააშენონ, მაგრამ ეს არ გამოვა, აუცილებლად კრახით დასრულდება. მოკლედ ყოველ მცენარეს თავისი კლიმატი ჭირდება, თავისი ნიადაგი ჭირდება, თავისი პირობები ჭირდება. და რაც შეეხება ადგილიდან ადგილზე გადარგვას მცენარის, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ისე უნდა ამოვიღოთ მცენარე, რა თქმა უნდა, გარე პერიმეტრიდან უნდა დავიწყოთ მცენარეს, თუ დიდი მცენარეა, ვთქვათ, გარე პერიმეტრიდან მივყვეთ, რომ ფესვი არ დავაზიანოთ და მაინც შეძლების დაგვარად თავისი მიწის თანხლებით ამოვიღოთ. და მე ნუ ვამზადებთ იქ, სადაც უნდა ჩავრგოთ, ზუსტად თვალის ზომით მივხვდებით, რამხელა ის და გავამზადოთ და ჩავრგოთ. საუბრის ბოლოს ფესტივალის შესახებაც რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდის იღებს სათავეს ვარდების ფესტივალი, თქვენი ცნობილი, კარგად ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის. ვარდების ფესტივალი მოგეხსენებათ უკვე, ესე იგი 2016 წელს დავიწყე პირველად და 2026 წელია, მე-10 წელია. საიუბილეო წელი. ხო, ასე გამოდის, ხო და ეს ვარდების ფესტივალი ყოველთვის მაქვს ხოლმე, ესე ვთქვათ, მაისის ბოლოს. სადღაც 28-29-30 ჯერ ზუსტი რიცხვი არ ვიცი, ისიც არ ვიცი რამდენი ღონისძიება იქნება, სავარაუდოდ 2 ყველა ვარიანტში იქნება და არის ხოლმე ზოგჯერ წელს უნდა იყოს ანუ რანსხვავებული, ხო? შედარებით ალბათ. საიუბილეო წელთან დაკავშირებით. გავითვალისწინებ ახლა ამას მე გეგი, მიხარია რომ ესე აქცენტს აკეთებთ ვარდების წვიმის ფესტივალზე და რა ვიცი, მიხარია რომ ადამიანებს ჩვენ საზოგადოებას ჩუქნით სილამაზეს, სიყვარულს, სიხარულს და რა ვიცი, სულისთვის მე მგონი იმდენად მატერიაში ვართ ჩვენ, მატერიაში აღზევებულები ვართ მატერიით დღევანდელი ადამიანები, რომ ეს პატარა წვეთია ალბათ სულისთვის, რომელიც ვარდების წვიმით მიიდის ეს სურნელი და პოეზიით, მუსიკის ჰანგებით გადაედინება ადამიანებში და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის და გემშვიდობებით. სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი, ლანდშაფტის დიზაინერი ქავტონი ცირა უკროპირით.